თუ თქვენ გახასიათებთ იმპულსური აფეთქებები, ან ახლობელი გყავთ, რომელსაც ეს ახასიათებს. ჯერ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს განზრახ არ ხდება, ეს დაგეგმილად არ ხდება, არამედ ადამიანი კონტროლს კარგავს საკუთარ ემოციებზე და ის დაგუბებული ემოციები, როგორც ვულკანი, ისე ამოიფრქვევა და ეს ძალიან უსიამოვნოა გარშემო მყოფთათვის. დიდი ზიანი ეყენება ურთიერთობებს, როგორც პროფესიაში, ასევე პირად ცხოვრებაში. და საჭიროა პირველი ნაბიჯის გადადგმა, გაცნობიერება, რომ არსებობს ასეთი პრობლემა, რომლის ძირი არის, უმეტესად არის ჩვენს ბავშვობაში. ანუ ჩვენს ბავშვობაზე მუშაობა არის საჭირო, შინაგანი ბავშვის რწმენების გაცნობიერება არის საჭირო და რაც მთავარია, აი ამ პრობლემის მოხსნა შესაძლებელია მხოლოდ ქვეცნობიერთან მუშაობით და არა საუბრის თერაპიებით. სრულ ვიდეოს ამ თემაზე ნახავთ ჩემს გვერდზე გზა პოზიტივისაკენ და თუ ამ ვიდეოს 29 მაისამდე უსმენთ, ასევე გეპატიჟებით ჩემს ვერკშოპს, ჩემი პიროვნება 4 ფერში, რადგან ესეც დაგეხმარებათ ამ პრობლემის გაცნობიერებაში, მხოლოდ 2 გარკვეული ფერის კომბინაცია იწვევს აი ამ პრობლემის არსებობას. დიდი მადლობა ყურადღებისათვის.